გამშვიდობის. არ ყოფილა დილა პირველი საათია. მივალაგე გავხეხე მივერეცხე დავჯექი ვმუშაობდი და რამოდენიმე კომენტარი შემხვდა. ჭორაობა გიყვართ? მე დოზირებულად ხო და წამონით ვიჭორავთ. ჭორაობა ის არ ბრჭყალებში ჩავსვათ, ანუ ნებისმიერი რაღაც განხილვაც ჭორაობა. რა უხდება ჭორაობას? ყავა ან ჩაი. მაგრამ ჩვენ როგორც სოფლელი ელიტა, მოდი ყავა გავიკეთოთ. ყავა არ გვინდა, უკვე გული გვიფრიალებს, 500 ჭიქა გვაქვს დალეული, იმიტომ რომ სოფლელები ვართ, დილით 6 საათზე ვდგებით. ასე ახლოს რატომ მოვდივარ? მე რო ვერ ვხედავ, თქვენც ვერ ვხედავთ. ხო და ხელით მიჭირავს, ოღონდ არ ვიცი სად არის. მან ჩაი გავიკეთოთ. აი ჩაი გუში რომ გიყვებოდით, იმ მცენარის კარდამონი ქვია. ცოტა კარდამონი მიხაკე, დარჩინი და შავი ჩაი. გამჭვირვალე ჭიქაც მოუხდებოდა, მაგრამ ძალიან ღრმად არის. მინდა რომ იგრძნოთ ეს არომატი. ხანდახან როცა მეტი მომდის ხოლმე სანელებლები მწარეა და არ ვერგებ, ეს კარგია. გადავჯდეთ. მოვი გავისწორდით. მოკლედ მომხვდა თვალში ხა რა თქმა უნდა, მოდი განვიხილოთ პირველ რიგში ის რომ რაღაცები გვწყენს, რაღაცები არ გვწყენს. ეს არის ოჯახი, სადაც ნებისმიერი აზრი ყველას შეუძლია რომ დააფიქსიროს. ხო, ხა მე თუ გამოვდივარ და ტიკ-ტიკებს აქვეყნოთ, ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ საპასუხოდ მოიწეროთ, ხომ, რა თქმა უნდა. თათა მეტონიძე გვიწერს ასეთ კომენტარს. ერთი მოწონება აქვეყნოთ მის კომენტარს. არ უნდა გეწყინოს ის კომენტარი, დამიჯერე, უმრავლესობა იმდენს ვერ ხარჯავს, რამდენსაც შენ. თან ყველა ბლოგერი თანხას ითხოვს, რაღაც ტრენდულია. თათა მოგესალმები. პირველ რიგში გისურვებ საუკეთესო სამწელს. მე რასაც ვხარჯავ, მე ვშოულობ. ჩემზე მეცაც ხარჯავენ დამიჯერე. მე მგონია რომ ყველაზე ცოტას ვხარჯავ. ვიღაცას ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ჩემზე ნაკლები შემოსავალი აქვს. გაჩნია როგორ განძრევს ხელს, ფეხს და ტვინს. საერთოდ არ არის საწყენი, ეს შენი გადმოსახედია. ჩემი გადმოსახედით მე ვფიქრობ, რომ საკვებს თუ ვიყიდი და გაგიზიარებთ, რომ რაღაც ფასდათმობაა მაღაზიებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვხარჯავ, რას ვხარჯავ. მეორადების ტანსაცმელი მაცვია. რა ვიცი, აღარ ჩამოვთვლ, მოკლედ ეს ჩემი ცხოვრება და მე მაქსიმალურად არ ვხარჯავ. ძონძებში, სისულელეებში ტელეფონიც კი მეორადი მიჭირავს და ყოველთვის ვცდილობ რომ გავაკეთო დანაზოგი. არ ვიყიდი, არ შევჭამ, არ გავისეირნებ და ასე შავი დღისთვის რაღაცას შევიგროვებ. სულ არ გამოვიხარჯავ რაც თვის ჭრილში მაქვს და მე იმდენი ვალდებულება მაქვს ხალხო ღმერთმა არ მოგცეთ არც ჩემდენი რასაც მე ვშოულობ არ ინატროთ და არც ჩემი გადასახდელები. ყველა ბლოგერი რას აკეთებს თათ ჩემთვის ძალიან უინტერესოა, იმიტომ რომ მე ყველა არ ვარ, მე ვარ მე. თავარია მე რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში. ვინც აკეთებს ალბათ ასე ჭირდებათ, ისინი თვლიან რომ ასე ნორმა არის და ხალხი ურიცხავს იმათ და მე არ მაქვს საერთოდ არანაირი დამოკიდებულება იმათთან, არც ასეთი, არც ისეთი. ხო, აქ კიდე ჩემი მეგობარი ზელმა არა, რა თქმა უნდა, თქვენი კომენტარი საერთოდ არ არის საწყენი, უბრალოდ მე მინდა რომ სწორად გაიგოთ, რომ ვინც შოულობს, ის ხარჯავს. და თქვენ არ ვიცით რამდენი ხანია მიყურებთ და ძალიან ბევრს ვწვალობ იმისთვის, რომ დავხარჯო. მე არავინ არ მჩუქნის არაფერს.
როგორ არა ეხა ირინას ძალიან ბევრჯერ უჩუქებია გამომწერებს თუ ჩავთვლით ძალიან ბევრი რამე და მისი ტანსაცმლით ირინას რომ არ ქონდეს ჩემთვის ტანსაცმელი გატანის ამოს გამოგზავნილი მე არაფერი არ მეკნებოდა ყველაფერი რაც მაცვია ირინას ნაჩუქარი მაცვია აბსოლუტურად ყველაფერი ქურთუკიდან დამთავრებული ჩექმით ტრუსით და აბსოლუტურად ყველაფრით მე ვთვლი რომ ბევრს კი არ ვშოულობ არ ვხარჯავ შესაბამისად რა თქმა უნდა თქვენი კომენტარი საწყენი არ არის პირიქით მე თუ ჩემს ასეც გაიგებთ ძალიან გამიხარდება და მე სიამოვნება ყველას ერთსნაირი ფინანსური მდგომარეობა ვერ ექნება ზელმაგვწერს ზოგს განათლება აქვს და ზოგს მეტი შემოსავალი ზოგს არც განათლება არც ხელობა არც უმართლებს და ნაკლები შემოსავალი ის კომენტარი რამის დაწერა მე არ ვიცი უპასუხებთ ალბათ ის ადამიანი ეგ თემა მე წამოვწიე ადამიანები ვართ და თუ ესაჭიროება დახმარება დავეხმარებოდით დორა მოარ განაცხადა და გასაგებია მე პატივს ვცემ დორას განაწყვეტილებას იმაში კი გეთანხმებით რომ ზოგი ბლოგერი მართლაც მათხოვრობს განსაკუთრებით ერთი რომელსაც აქვს ბინები მანქანები აიფონები და აღარ ჩვენ გვაქვს ჯორაობა ეს თემა წამოჭრა ზელმა ხალხმა ძალიან ბევრი საჩუქარი მიმიღია ამაზე უკან როგორ დავიწევ და რა შეგნება უნდა მქონდეს რომ თქვა რომ არა არ გამოუგზავნიათ არ მიმიღია არ ჩაურიცხავთ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს იყოს ცოტა და იმ ადამიანებისგან ვისგანაც მე მეგობრობ ეხლა რამოდენიმე ხნის წინ დამეწერა გოგონამ რომ შილაკს გაგიკეთება მომწერეო მივწერე და წავშალე მერე და რატომ ეხა გეტყვით იმიტომ რომ ჩემი შრომა ნებისმიერი ადამიანის შრომა ის არის ღირებული გაწეული ლაკი იქნება თუ ნებისმიერი რამე და ძალიან მერიდება მე ესეთი რაღაცების ძალიან მერიდება არც გამოჩენილა ის გოგონა ძალიან გამიხარდა მე იმიტომ რომ უარის თქმაც ძალიან სირცხველი იყო მოუწერიათ კიდევ პირიქით რომ ჩადე შენი შრომა და გაგარეკლამებ და ჩემი რეაქცია ხო ვიცი მე რომ ვიჩხუბე TikTok-ზე გოგო მომწერა ვერც ვიპოვე საერთოდ ვინ იყო TikTok-ის ის ვარო celebrity-ო ხო და იმდენად გავღიზიანდი და იგივე მე უნდა გავაკეთო თუ ვინმეს გონიათ რომ რამე მოვიხვეტები და ჩემი სიტყვა თქვენთვის რამეს ნიშნავს არ მაჩუქოთ მათხოვეთ რაც გინდათ რომ თქვა და უკან დაგიბრუნებთ გეფიცებით ჩემს ორშველს და თუ რაიმე ჩემს სიტყვას აქვს მნიშვნელობა და თქვენ გონიათ საერთოდ არ მჭირდება საზღაური საერთოდ არ მჭირდება თქვენგან არაფერი ხალხო ჯერც ერთი რა გამომწერები მე მყავს მაგრამ თუ კი ვინმეს რამეში წაგადგებით ანუ თქვენ მე არ მიცნობთ ეგ არის პრობლემა და ეგ არის აი ამ ყუთის სივრცის პრობლემა რომ ზოგადი წარმოდგენა გაქვს ადამიანს და შეგიძლია რამოდენიმე ვარიანტი დაუშვა გააკეთო მე ბედნიერი ვარ ამ სამყაროსი ღმერთის კარმა მარმა ჯანდაბა დოზანა ოხრობის დედაც არსებობს ჩემს ერთი რამე და ეს არის უფალი და ზუსტად ვიცი ხოლმე რომ როცა თქვენც არ გიყვებით ხოლმე რაც ძალიან წკიბზე ვარ და ვფიქრობ რომ всё მარჩა და რომ ვიტყვი რომ დაველაპარაკებ ჩემს წილ ღმერთს არ ვიცი შეიძლება რჩეულიც ვარ მართლა ყველაფერი მისრულდება არანაირ გარიგებაში არ შევდივარ არანაირ ღმერთთან ვარ უბრალოდ ის ჩემი თავსაფრის ამბავით ჩემი გარიგება იყო და ერთ რამეს მოგითხრობ
რომელიც ჩემი პირიდან ამოვიდა. რაც ახლა უკვე რომ ვატრიალებ და ვფიქრობ, ძალიან მიყვარს ფიქრი. რაც წერა უნდა ვაკეთებდე. მუშაობ კომპიუტერთან, დალაგებაზე ვმუშაობ, სახლში ვმუშაობ, თუ მძინავს, მაშინაც ვფიქრობ, ძალიან მიყვარს მე ფიქრი და ანალიზი წინა პერიოდის. წინა დღეებში სანამ ნიკუშასაც დაემართებოდა. აქ შემოვარდა და დედა მოგიკუდოს თქო რაღაცაზე ვთხარი. და ამან უნდა და მითხრა რომ იქნება 2026 წელს ვერც შევხვდე მოუკვდე და რაღაცებს ძალიან მაიმუნობდა. გადავიდა საზღვრებს. და მე სულელმა ქალმამ ძალიან მანობ ხალხო. ეს მიუტრიალდი და ვუთხარი რომ ღმერთმა მეთქი რაიმე განსაცდელი არ მოგივლინოს, მაიმუნობ თქო. ზუსტად სამ დღეში მოხდა ეს ფაქტი. ძალიან ესმის ჩემი ღმერთს, მაგრამ თქვენი კომენტარებიც მესმის და მოდი ჩავხუროთ ეს თემა, ჩაი გამიცივდეთ, ძალიან ჩავჭორავდი გოგო. იმ კომენტარის დამწერი იქნება, ამ კომენტარის დამწერი იქნება. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ. არასდროს, ვერასდროს ჩემი აწუწუნებული, ჩემი თავი არ უნახიათ ჩემს ბავშვობის მეგობრებს. ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო აქ ჩემი უსაყვარლესი გოგო და დღეს მე ვწუწუნებ თქო რა, არაფერი არ ვეთქმევინე, არ მოусმინე, იმიტომ რომ მოსმენაც მღლიდა იმ წუთას. და როგორ ხარ რომ მეკითხებიან მე ვამბობ კარგად და ამ კარგად მიღმას ვისაც გაგივლიათ ეს პროცესი ყველა მიცის რა არის ხო? მაგრამ კარგად ვარ. ჩემი წუწუნი, ჩემი მათხოვრობა მართლა უბიოპურშო და არავის არ ვთხოვ. იმდენად გაჭირვებები გამომივლია ხალხო პამპერსის ფული არ მქონია, მამა ჩემისთვის არ მითხოვია, საჭმლის ფული არ მქონია. რამოდენიმე დღე მიშიმშილია, თქვენ ხარ გონიათ ეს ყველაფერი ციდან ვინმე დამაყარა. ეს არის აბსოლუტურად საკუთარ თავზე მუშაობა, შეიბრალებთ საკუთარ თავს. გებრალებათ. განიხილოთ და ჩაეროა ეს ვერ შეძელით, სხვა რამესაც ვერ შეძლებთ, ყველაფერი შეგვიძლია. აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია. ერთი რამის გარდა, რასაც დავფიქრდი, ხა და ძალიან გამაუცა ჩემმა თავმა, რომ ძალიან მეწყინა იმ მეგობრების და იმ ნათესავების, ვინც ამ დროს ჩემს გვერდში არ იდგნენ. და კარგად რომ ჩავუხრნავდი, წავედი, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გჭირდება ამ დროს შენი მეგობარი გვერდში. უბრალოდ ისე რომ კითხოს როგორ ხარ და მე აუცილებლად ვეწყო კარგად. იმიტომ რომ ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, ყველას ჩვენი პრობლემა გგონია მნიშვნელოვანი, მთავარი, მაგრამ თქვენ ჩემი არ იცით და მე თქვენი არ ვიცი, ხო? თუ მსგავსი არ გქონია, ვერ გავიგებთ სამწუხაროდ ასე. და მივხვდი რომ როცა ბედნიერი ვარ, მარტო ვიცით რა კარგად ვარ. არავინ არ მჭირდება. გასაზიარებლად ბედნიერების არავინ, აბსოლუტურად არავინ არ მჭირდება. როცა მიჭირს, მაშინ მჭირდებიან ყველანი. ანუ არ მჭირდება, თავს არ მოგახვალ რა, არ შეგაშურებ თუ რაღაცა, ხო, რაღაც. არ მოგიყვები რა, მე ვღადავ ხოლმე ჩემი მეგობრები, დღეს ჭურჭელი გავრეცხის, გავაკეთეს, მე არ ვთვლი რომ ეს საქმეა. მე არ ვთვლი რომ რაც აქამდე გამიკეთებია, რამე გამიკეთებია. ჯერ წინ მაქვს მთელი ცხოვრება და ძალიან ბევრი რამე უნდა გავაკეთო. არ ვთვლი რომ სახლის გამოხვეწა და გამოწმენდა საქმე, არ ვთვლი რომ ჩემი ღდილიდან შემოსავლების სამსახურში ვარ შეყუდებული და ვზივარ და ვმუშაობ, მეოთხე დღეა ვმუშაობ. ხალხო თავი არ ამიწევია გუშინ გავისეირნა 1 საათი თუ 2 საათი. დათამყავს აქეთ და დავუტყდი სახლი და ბავშვი როგორც დავინახეთ გავაბანდი. გიჟებთ გამიშვდა ესეთი. მე აღმოვეჩინე რომ აქ რაღაცა ლაქა მაქვს.
მაგრამ ქურთუკი შევიგარი. და ეს დავდიოდი ბნელ ქუჩებში თბილისში მანქანით, მე ვაჩერებდი, სადაც მენატრებოდა გავალ რაღაც ემოციებს ვეძებ ხოლმე, სადაც რაღაც ბედნიერი ყოფილვარ, ისეთ ადგილებში წავედი, სადაც ვიღა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და მოვიარე. ხო, ვისთვის რა არის? მიხვდით, მე ცოტა სხვაგან ვარ. ან ყველა ადამიანი ხო ცოტა გიჟია, ხო? მე ცოტაზე მეტად გიჟი ვარ და ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, რადგან დავიწყოთ, რომ თქვიო, როგორ გაიარეო, რას აკეთებდიო? უბრალოდ არ მეძინა, თქვი რა. ეს არ იყოს არაფერსო. მე მახსოვს ერთხელ დიდი ხნის წინ ვკითხეო, რომ როგორ ხარო ჩუმათო ნიკოლოზი იყო პატარა და ძალიან ცუდად იქცეოდა, თურმე ფეხებს მერწყავდა საჭასთან ვიჯექი კახეთში მიმავალს თავპირში. და შენიშნა არ მემიციან ძალიან მშვიდად ვეუბნებოდი ალბათ გაჩერდი თქო რა და ის მიყურებს ესე ფიქრობს როდის ავიწყვეტავ და მე აღარ მაქვს ნერვები ხალხო მე არ მაქვს იმის დრო რომ ვინერვიულო მე არ მაქვს იმის დრო რომ ვიღაცაზე ვიფიქრო ისეთზე ვინც არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი თორე ჩემი სამეგობრო ჩემი ოჯახის წევრები გიჟდები ღმერთმა არავის გააჭიროს ჩემი და მუცელი თავზე ადევს და ვერ მოვიშორე კიდე კაი გაფრინდა თორე დავტანჯე ხო და ესე ადამიანებს როცა გვიჭირს ფული არ არის მნიშვნელოვანი უბრალოდ ვიღაცამ რომ გითხოს როგორ ახარ ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანი მე კი არ გეტყვი როგორ ვარ ნამდვილად არ გეტყვი, იმიტომ რომ არც ეს სიძლიერე არ მომწონს, თქვენ გონიათ მომწონს, ხანდახან იცით როგორ ვტირი, დავჯდები ხოლმე ჩემთვის კუთხეში პატარა ბავშვით და ქვითინები, იმიტომ რომ ვიღლები. გამოვიტირებ და მორჩა. მე არ მეცოდება ჩემი თავი არაფრისთვის. მე ესეთი რო არ ვიქნებოდი ეს, მე ვიქნებოდი უსახლკაროდ ულუკმაპუროთ სადღაც თავშესაფარში. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ თუ ვინმეს არ აქვს ფული ვერ შრომობს. ისიც არის, რომ შესაბამის ადგილას იმ წუთას უნდა იყო, იქ უნდა იყო, მაგრამ იცით რა არის? ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ. მე ვერ გეტყვით რამდენი საათი მძინავს ღამეში. მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით, რას განვიცდი, როცა ვიღლები. ეს ყველაფერი, ანუ ვერ მოიქონებ, ერთი სამსახურით ვერაფერი ვერ გიქნებ. ერთი რაღაცით და დავჯდე და მე არ მაქვს ეგ არის ჩემი იდეალური რამ. არასდროს არ მქონია ხან მაღაზიები მქონდა მეორადის. 18 წლის ვიყავი, რომ სწავლობდი და ვაცხობდი და ვაბარებდი ჩიტაძის ქუჩაზე თუ ჩიტაიას ქუჩა. არასდროს ერთი რაღაცით არ კმაყოფილდები, უფრო მეტი და მეტი მინდა საკუთარ თავთან. აი ვალდებულებებს რომ მოვიშორებ სულ მაშინ ვიქნებ ბედნიერი. ან რას ვშოულობ რანაირ მანქანით დავდივარ ხალხო თქვენ ჩემი მანქანა გინახიათ? თავმოყვარე ადამიანი არიulis იმ მანქანით აიღებდა სესხს და რა თქმა უნდა გაიბრაჭებოდა. ხო, რა თქმა უნდა, არ მწყინს უბრალოდ ჩემს სინდის ნუ შეეხებით, რომ მე ვინმეს რამე მოგთხოვოთ, ვინმეს რამე დაგავალდებულოთ, ჩემს სინდის ნუ შეეხებით და არჩენი თქვენი განსხვავებული აზრი ჩემთვის ოკეია. მიყვარხართ ყველა. დავედი.